ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა ეგრეთ წოდებული საზღვარი გადმოწიეს და სოფლის დაახლოებით 10 ჰექტარი მიწა მიიტაცეს. შეიარაღებულმა ფორმიანებმა ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებში ეგრეთ წოდებული საზღვრის აღნიშნული კიდევ ერთი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დავით ცერცვაძის განცხადებით აღნიშნული ბანერი ძველი ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ნიშნულიდან რამდენიმე ასეული მეტრითაა გადმოწეული. ბანერის განთავსების გამო სოფელ ბერშუეთის მცხოვრებლებს, ჩილინდრიშვილებსა და ხოდელებს რამდენიმე ჰექტარ სახნავ-სათეს ფართობზე წდომა შეეზღუდათ. არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო ვიცე-გამგებელი გელა კაპანაძის განცხადებით, ყველა შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია საქმის კურსში ჩააყენეს. ბოლო წლების განმავლობაში კი ბერშუეთში ინციდენტი ორჯერ მოხდა. ერთხელ, როცა ხოდელების ოჯახი მარცვლეულს თესავდა, ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა ოჯახის 2 წევრი დააკავეს და აღნიშნულ ფართობზე მუშაობა აუკრძალეს. 2016 წლის ზაფხულში კი იგივე ადგილას ხის ბოძები დაამონტაჟეს და ჩილინდრიშვილების ოჯახს უკვე მოყვანილი ქერის მოსავლის აღების საშუალება არ მისცეს. გადმოუტანიათ 700 მეტრზე დათესილ ყანაში ჩამოუტანიათ და დასმულია და გვიგზალავე შესვლას აღარ შეხვიდეთ აღებით თვითონ უნდა აიღონ და რა ვიცი თავ ხელისუფლებას ვთხოვთ რომ ყველაფერი ისე მოგვარდეს რომ იქნება ავიღოთ მაინც ეს მოსავალი და მე გაირკვევა ვისია და როგორ არის. ყოველ წელს თითქმის ხდება ამ საზღვრის გადმოწევა ჩვენსკენ და ახლა დღევდგომარეობით მოსავალი ასაღებია და ალბათ მაგით მოხდა მოსავლის მიტაცებაც უნდათ რა თქმა უნდა. შეიძლება მთლიანად დაიკარგოს ის 31 ჰექტარია თუ სადაც დაახლოებით ეგრეა ალბათ თუ ისინი მოიწადებენ იმიტომ რომ წინააღმდეგობა თუ არ იქნება მათ წინაშე შეიძლება ამ ადგილამდეც მოვიდნენ. მოყვა დაახლოებით 10 ჰექტარი ქერის ნათესი ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება უკვე ამჟამად. ანალოგიური შემთხვევა ჰქონდა შარშან, თქვენს კარგად მოგეხსენებათ, სოფელ ზემოსობიში, აქედან 500 მეტრში აღნიშნული მიწის ნაკვეთი. 6 ჰექტარი მოყვა იმათ მხარეს, მაგრამ შევძელით რომ ის ნათესი აგვეღო და მე პატრონეს მიიღო მოსავალი. Გავსი შემთხვევები ფიქსირდება, ოღონდ ეტაპობრივად ახლა და რა თქმა უნდა ეს არის ბუნებრივია, გამოძახილი ეს არის საქართველოს ხელისუფლების და იმ ქმედებების დასჯა, რასაც ევროკავშირისკენ და ნატოს სტრაფა ქვია, ასე რომ როგორც ჩანს ეს არ არის ერთჯერადი და არ არის ბოლო და სამწუხაროდ ბოლო ფაქტი.